გამარჯობა, მე ვარ პოდკასტის წამყვანი თამარ ოსტიაშვილი. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი განსაკუთრებულია, რადგან ყავს ორი საოცარი გოგონა, სტუმრად, ორი ძლიერი, მიზანდასახული და შრომის მოყვარე სპორტსმენი, მორაგბეები ნინო გოგოლიძე და ტატა ბუზალაძე. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო პროფესიონალი ქალი სპორტსმენი, რა ფასად მოდის წარმატება, რამდენად დიდ მენტალურ სიმტკიცეს მოითხოვს გამარჯვებისთვის ბრძოლა და როგორ უმკლავდებიან ამას სპორტსმენი გოგოები. პირველ რიგში გაგვეცანით, მოგვიყავით ვინ ხართ და როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ კარიერაში სპორტში. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ჩვენთვის ყოველთვის, ღია ვართ ყოველ შემთხვევაში ამ ასეთი ფორმატებისთვის და სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრგან მიგვიწვიონ მათ შორის, ბევრგან ვისაუბროთ, ბევრგან და ხმამაღლა ვისაუბროთ. მე გახლავართ ტატა ბუზალაძე, 19 წლის. ამჯერად ვსწავლობ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებაზე და ამავდროულად ვარ მორაგბე. რაგბი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა უკვე 3 წელია, 3 წლის წინ, რაც ანუ აქტიური მორაგბე ვარ, თუმცა ვაქამდე სხვადასხვა სპორტს მივყვებოდი, მათ შორის კარატეს და ასე შემდეგ და ბავშვობიდან ვიზიდავდა სპორტს, შეიძლება ასე ითქვას. რაგბი ჩემს ცხოვრებაში სულ იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მორაგბე ბიჭი მეგობარი მყავს და ბავშვობიდან უყურებდით ხოლმე ოჯახში. და ამის შემდეგ ხდება ვიდეო, მაგ დროს ვებხოვში ვთამაშობდით, TikTok-ზე ჩვენი გოგონების ვიდეო მხდება და გადავწყვიტე რომ მოდი რატომ არა და შევედი. და მაგის მერე დაიწყო ყველაფერი და გრძელდება ახლაც. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ნინო გოგოლიძე. ჯერჯერობით აბიტურიენტი. ხო, ესე პროფესია, ჯერ ნახოთ რა იქნება, მაგრამ მორაგბე ვარ მეც. ჩემ შემთხვევაში 3 წელიწადია, რაც რაგბს ესე აქტიურად ვთამაშობ. პირველი კლუბი ვებხვებიდან დავიწყე მეც. ხო, რაგბი ამ ჩემ ცხოვრებაშიც დიდი ნაწილს იკავებს ჩემი ცხოვრებისას, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვუყურებ კიდევაც და ჩემი ოჯახის წევრებიც იყვნენ მორაგბეები, შესაბამისად დიდი ადგილი უკავია და თან ისეთი იყო, რომ დასაწყისი იყო ყველაზე ის, რომ სკეპტიკურად რო არიან ხოლმე გაწყობილი, რომ გოგოს რაგბზე რა უნდა და რაღაც ეგეთი მომენტი იყო, მაგრამ და როგორ გადავახეს შემდეგ, და ბავშვობიდან სპორტით ვარ დაკავებული, კალათბურთშიც ვიყავი, სხვა სპორტიც მინდოდა რომ მეცადა და არჩევანის წინაშე დავაყენე. მეთქი ან ბოქსზე შემიშვებთ, ან რაგბზე გამიშვებთ თქო და ბოლოს რაგბმა გადაწყდა. კი. რაგბი უფრო მინდოდა მე თვითონაც და მათთვის ვინც კარგად არიცნობს, ეს როგორც ვიცით, რაგბი განსხვავდება, არის 15 ქალა, არის 7 ქალა და რა განსხვავება მათ შორის, რომელი უფრო კარგია თქვენთვის და მოსახერხებელია? ორი სხვადასხვა თამაში. ხო, სრულიად სხვადასხვა თამაშია. ესე რომელი უფრო კარგია, ვერ განსაზღვრა რომელი უფრო კარგია რა. მაქსიმუმ შენი ფავორიტი რომელი ხა ჩემთვის პირადად მე 15 ქალა ბევრად მომწონს სათამაშო სტილითაც და ზოგადად 15 ქალა ბევრად მომწონს, მაგრამ 7 ქალაც გვითამაშია და 7 ქალაც ესე აქტუალური თემაა რა ჩვენთვის. უფრო გააჩნია რა გიყვარს შენ რა, 15 ქალა ბევრად დიდი დროის თამაში, 80 წუთი ვთამაშობ 15 ქალას მაგალითად. ბევრად ნაკლებ სივრცეში ხარ, იმიტომ რომ 15 ადამიანი ვართ ერთ იმაში სტადიონზე და ბევრად მეტი კონტაქტი გვიწევს ერთმანეთთან, სრულიად რადიკალურად განსხვავებულია, ბევრად მძიმე თამაშია 15 ქალა 7 ქალასთან შედარებით და 7 ქალა უფრო ნაკლები დატვირთვისაა რა, 14 წუთი მიმდინარეობს მთლიანი თამაში, 7 წუთიანი ტაიმებით, უფრო დიდი სივრცეები გაქვს ასაღები და უფრო სისწრაფეზე და სირბილზე და ტაქტიკებზე არა, ხო, უფრო ისეთ თამაშია, რომ ენერგიულია ბევრად. 15 ქალასთან ჭებო პირადისებას? დიახ, მეც საკუთარი თავი უფრო მეტად წარმოვაჩინე, ასე მგონია 15 ქალა რაგბში. ძალიან ბევრი რაღაც გქონდა სასწავლი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად 2025 წელს, როდესაც პირველად შევიკრიბეთ, რა და როგორ მოხდა და ძალიან უცებ, მოგვიწია ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა და ეს იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც ასე თუ ისე მომავალ თვეებში კარგად გავართვით თავი და მე ვფიქრობ, რომ უფრო 15 ქალას მოთამაშე ვარ, ვიდრე 7-ის.
მაშინ მე მაგ ჩაგეკითხები 2025 წელს, როგორც ვიცით, საქართველოს ისტორიაში პირველად შეკრიბა 15 ქალა ნაკრები და რა გრძნობა იყო და რა გრძნობა არის, როცა აცნობიერებ, რომ ამ ყველაფრის ამ ისტორიის ნაწილი ხარ, როცა პირველი ნაბიჯი გადაიდგა ესეთი მასშტაბური და ამ ისტორიის და ეპოქის რაღაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. ძალიან მაგარი რაღაც იყო ახლაც დამბურძგლა რომ ისინი რა შეგრძნება იყო ეგ ჩემთვის. 2025 წელს, როდესაც გავიგეთ და ეგ ყველაფერი მოხდა 2 კვირით ადრე. 2 კვირით ადრე დაგვიმართეთ. ადრე ჩვენ შევუერთდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ჩვენ უნდა გვეთამაშა საქართველოს სახელით ყაზახების წინააღმდეგ. და 2 კვირა გვაქვს მოსამზადებლად. როგორია ხა უცებ რაღაცა და რაღაც გადატრიალება იყო. ხო, აი უცებ უნდა გვესწავლა ყველაფერი, სტრუქტურა, პირველად ვთამაშობთ 15 ქალა ნაკრებს და 15 ქალა რაგბის ზოგადად და ძალიან რთული რაღაც იყო. თუმცა ძალიან ბევრი ვიშრომეთ მაგ 2 კვირის განმავლობაში ჩვენს იმ დროიდან ბატონ ჯაბასთან ერთად, ქეთისთან ერთად, ცალკე ლოკომოტივში ჩვენ ლიკა და გიორგი ყოველთვის გვავარდიშებდნენ. და 2 კვირა, კვირაში 6 დღე ჩვენ ვარდიშობდით ლოკომოტივის გოგოები ყოველ შემთხვევაში. კვირაში 6 დღე, ანუ 12 დღე 2 კვირის განმავლობაში. ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო ეგ თამაში იმით, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში ის, რომ ჰიმრის ხმა ვესმის და გოგონები იქ იყო სასწაული ემოცია. მიუხედავთ იმისა, რომ ეგ თამაში ჩვენ წავაგეთ, პირველი თამაში იყო ჩვენც, მაგრამ არაოფიციალური, ამხანაგური თამაში იყო. იმ დროს ჩვენ რა ემოციების მივიღეთ, აი პირადად მე ახლა, როდესაც ჰიმრის ხმა ვესმის და როდესაც ჩემს ჰიმს მე ვღერი, ეგეთი საამაყო მომენტი არ ვიცი. სხვა არ მახსენდება ცხოვრებაში. მიუხედავთ იმისა, რომ მაგის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ვიმღერეთ ეს ჰიმნი, მაგრამ ეგ პირველი რო იყო და რაღაც აი საერთოდ სხვა იყო, სასწაული გზნობა იყო. მე ძალიან გამიჭირდა თავდაპირველად გააზრება ის მომენტი იყო, რომ აი რაღაც სივრციდან, აი არაფრიდან ჩახტი და 2 კვირა გაქვს, უნდა მოიმზადო ტაქტიკა, საქვია, რასაც ვაკეთებთ კომბინაციები, ყველაფერი უნდა ისწავლო და 2 კვირაში მიდიხარ, უნდა ითამაშო და ჩამოხვიდ. ძალიან კარგი იყო ის, რომ мотиваცია გქონდა მთლიან გუნდს და მთლიან ნაკრებს, აი ძალიან დიდი мотиваცია გქონდა მართლა. ვერით, აი ისეთ იმით მივდიოდით, რომ რო დაიმართლა ძალიან ისეთი ხა. რეალურად პირველი თან ხო, ჟინით მივდიოდით ხა და აი პირველი თამაში და მივხედავთ რომ წავაგეთ და რაღაცა, ვერ ვიტყვი რომ იქიდან ძალიან დამწუხრებული გამოვედი. იქ ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ აი შევძელით ვითამაშეთ, ნახეთ მინუსები რა გქონდა, პლუსები რა გქონდა, რისი გამოსწორება შეგვეძლო. და ეხა ნელ-ნელა უფრო და უფრო თუ სწორად მახსოვს პირველი თამაში ლილოც დავდეთ ხო? თუ მეორეც დავდეთ? მანონიმ დადო, მანონი საღარაძე. პირველ თამაშზე მანონი საღარაძემ დადო ლილო ხო? და აი ეგ მომენტი იყო რაღაცა აი ძალიან სასწაული. ძალიან ცოტა დრო გქონდა იმისთვის რომ ეს ემოციები ყველაფერი გადაგვეხარშა, მაგრამ რავი აი დღემდე მახსოვს აღელვებული ვიყავ, მთელი 2 კვირა ისეთი აღელვებული ვიყავი ვარჯიშზეც. იქ რო ჩავედით მე ვაფშე იმ მთლიან ტანში მაჟრუალებდა. მენტალურ გამოცდილებაზეც რომ ვისაუბროთ, აი როგორ უმყავდებით ასეთ სიტუაციებს, რომ უცებ უნდა დაიწყო ეს მასშტაბურად მომზადება და ამდენი დღე მზადები შრომობ, წვალობ და ეს სტრესს თუ გიქმნით ან თუ გაქვთ მომენტები, როცა უკვე აი ეს სხეული ითიშება და ვეღარ ვარჯიშობთ და აღარ გაქვთ ამის. კი, ეგ ძალიან ბუნებრივი რაღაცაა, ეხლა თქვენ როზეც საუბრობთ. გვაქვს კი როგორ არ გათიშვის მომენტები, გადაღლის მომენტები, როდესაც სხეული ასეთ ფორმაში გაქვს შეიძლება ითქვას და თან უცებ ცვლილებები უნდა განიცადოს, მათ შორის ფიზიკური დატვირთვა ძალიან გაიზარდა იმ 2 კვირის განმავლობაში და არა მარტო მაგის შემდეგ ძალიან ბევრი პერიოდი ქონდა, როდესაც უცებ მოგვიწევდა ხოლმე, რომ გადავწყობილიყავით საერთოდ სხვა რეჟიმზე. თან პლუს მაგას დილას რუის ნახევარზე 8-ზე გვაქვს, ანუ 6-ზე ყოველდღურად დილის 6-ზე ჩვენ ფეხზე უნდა ვიყოთ და მე ამას იმდენად ეჩვევი. აი ტონუსში მოყავს ორგანიზმი რაღაცა უცებ აი რაღაცა რო ითიშება და რაღაც რო იცვლება შენი ყოველდღიური ცხოვრება, როდესაც ასე გამოიყურება, ძალიან რთულია ეგ ჩვენი თუნდაც მენტალური ან ფიზიკური ჯანმრთელობისთვის რა. აი გააჩნია იმას, ვინ როგორ უყურებს, ან ვის როგორი ფსიქოლოგია აქვს, აი ჩემს მაგალითზე პირადად ვიტყვი, რომ მე ძალიან ხშირად, როდესაც გადავიღლები ხოლმე, აი 5 თვეში ერთხელ ესე ვთქვათ, ჭირდება რომ დავისვენო ფიზიკურადაც. აი შეიძლება იყოს ეს 1 დღე, შეიძლება იყოს 2 დღე, მაგრამ მე ეგ 2 დღე უნდა დავისვენო. ნუ დასვენების 1000 გზა არსებობს, შეიძლება აი ლაშქრობაზე წავიდე, თუმცა ფიზიკურად მაინც დავიღალო, თუმცა აი ჩემთვის დასვენება იყოს რა.
აუცილებელია დასვენება და მე ვფიქრობ, რომ ყველა სჭირდება დასვენება და ძალიან მიხარია, რომ მაგის შესაძლებლობა ჩვენ სულ გვაქვს ხოლმე ეროვნულ ნაკრებშიც და ლოკომოტივშიც მათ შორის, იმიტომ რომ ხშირად გვჩვევია, რომ გუნდი გავდივართ ერთად სადღაცას, ვიკრიბებით და სხვა აქტივობას ვაკეთებთ, ან მარტო ვარჯიშით არ შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა. ვარჯიშის გარეთაც, ნამდვილ მართლა ოჯახებით ვარ, შეკრულები და რავი, არაფერი არ გვიჭირს, მაგრამ დასვენების მხრივ ის მომენტია, რომ შენ თავს როგორ დააპროგრამებ, მაგ მომენტში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაგას აქვს რა. აი ხა როგორ განეწყობი? კი, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ სანამ 15 კალორიები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში რაღაცა აი ძალიან ისეთი ვიყავი რომ ღამე ვიძინებდი თავის დროზე და დილით ადრე აი ვერა დილით ადრე ადგომა პირადად ჩემთვის მართლა კოშმარია აი საერთოდ ვერ ვიტან, მაგრამ ისეთი მომენტია რომ როცა იცი რომ რაღაცა მიზანი გააქვს როცა იცი რომ იქ გინდა რომ წახვიდე, გინდა რომ იქ თამაშო, მაგრა და რაღაცა და საბრძოლო მიზანი როცა გააქვს, იმ პერიოდში სანამ თამაშობ და რაღაცა ვერ გძნობ მაგ გადაღლას დიდად რა, იმიტომ რომ რავი, დიდი ხანი მომზადებოდით ახლა უკვე ევროპის კონფერენციის დივიზიონში რაც ვითამაშეთ, მაგ თამაშებისთვის დიდი დრო გქონდა მოსამზადებლად ასე თუ ისე და ორ კვირასთან შედარებით, რავი, დიდი ხანი მოგვიწია რეჟიმში ყოფნა. და ის მომენტი იყო რომ აი რო ჯდები უკვე რეჟიმში იმდენად ტატა მართლს ამ იმდენად ეჩვევი მაგასო დილის 6-ზე უნდა აადგე, გახვიდე, წახვიდე მივარჯიშო რაღაცა მე ხა მარტო ვარჯიშის ხო არ არის რეალურად ვარჯიშის იქით მთლიანი ცხოვრება გვაქვს, იმიტომ რომ დილას ვიწყებდით ვარჯიშით და რა მთელი დღე გქონდა წინ და ყველაფერი გასაკეთებელი იყო და უნივერსიტეტი მასწავლებლები დილას 6-ზე 7 საათზე გავდივარ ხოლმე მე პირადად სახლიდან და საღამოს 11-ზე თუ მივედი, ესე იგი კარგი დღე მაქვს. ეგეთ რეჟიმში რო ხარ რა ვიცი 5-6-7 თვე აუცილებლად გადაიტვირთები რა, ანუ მაგრამ თავარია მიზანი გადატვირთვის შემდეგ ისევ გინდება დაუბრუნდე ამ რეჟიმს. კი, რა თქმა უნდა, აი ეხლა ორივე მაგ ეტაპზე ვარ გაძლებ. კი. ერთი კვირას დასვენება უკვე ზედმეტია ხოლმე. იცი როგორ მომენტია, აი რო იცი რომ ვარჯიში გაქვს იმ საათებში, ჩემ შემთხვევაში პირად ეგრე რო ვიცი რომ იმ საათებში ვარჯიში მაქვს, ნებისმიერ დღეს თუნდაც აი არ ვიყო გადაღლილი და ისე ვისვენებდი, ან ძალიან დაღლილი ვიყო და მაინც ვისვენებდი მაგ პერიოდში. აი მაგ მომენტში იმდენად დიდი ენერგიის მოზღავება მაქვს ხოლმე, რომ აი ისე მინდა რომ ვივაჯიშო, აი სხვა ვერაფერში ვერ მიმაქ ეგ ენერგია, ვერაფერში ვერ ვხარჯავ, პირიქით ისე იქ ყოფნა მინდა და აი სულ იქით მიმიწევს გული, რომ ისე მივიდე და ვივაჯიშო, მაგრამ შესაძლებლობები ეხლა უბრალოდ შეგიძლია პერიოდია. გამოსტელის პერიოდი გვაქვს და ასე მაინტერესებს რა არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რაც ადამიანებს აქვთ ხოლმე ქალ მორაგბეებთან დაკავშირებით. აი ყველაზე ისეთი უცნაური ბევრი ქალის ხელს აფუჭებს. არ ვიცი, რა ვიცი. პირველი ეგა სხეულს გაგიფუჭებს, არ გინდა. გაფუჭებული სხეული მეჯერ რაგბიში, გაფუჭებული სხეული რას ნიშნავს, მაგას ვერ ხვდები საერთოდ, იმდენად ორი იმდენად ლამაზები ხართ რა. ძალიან არანაირად. ანუ აი რეალურად რას მოიაზრებენ მაგაში ვერ ჩვენ ვერ ხვდები. შეიძლება ზედმეტად დაკუნთვას, მაგრამ რავი, წლებია ვარჯიშობს და დაკუნთვას ახლა მოგეხსენოთ. ძალიან რთული პროცესია ძალიან კუნთის შენება. ნებისმიერი ტრენერი ან ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინც ერკვევა, ყველა მაგას იტყვის და განსაკუთრებით ქალებისთვის ძალიან რთულია კუნთის შენება და ჩვენ მიუხედავთ იმისა, რომ ვარჯიშობთ, შეძლებს და გვარას სწორად უკობებით წყალს 3 ლიტრაზე მეც უეჭველებს დღის განმავლობაში და ზაფხულში შეიძლება უფრო მეტიც დანამატებსაც ვიღებთ კი, თუმცა აი მაინც რთულია ამ ყველაფერს მიუხედავად, რომ კუნთი რაღაც აი გაიზარდო ძალიან რა. უმაგრეს ფორმაში არიან ჩვენი გოგონები, აი უმაგრეს ფორმაში. ვიდეოები ნანახი ექნებას თავისთავად. მე ვერც ერთზე ვერ ვიტყოდი რომ რომელიმე ულამაზესები. კარგი ფორმები რა. სასწაულის სხეულით. ვერ ვიტყვი რომ რომელიმე სხეული გაუფუჭდა რა. ეგ არის ნამდვილად რაღაც. ძირითადად სტერეოტიპებია ხოლმე, რომ აი ქალი რა რაგბი რა ქალისა თამაშოა და უფრო ძალიან ისეთი რა, ხა ვერ ვიტყვი რომ ხა დღევანდელ დროში და რაღაცა დისკრიმინაცია მიდის, რა უფრო ძველი დროის ხალხიდან, მოხუცებისგან და ახალგაზრდები მგონი უფრო იმდენად აღარ იაზრებიან, რომ ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში ძალიან გულშემატკივრები არიან ჩვენი. რა თქმა უნდა, მეც მინდა რომ ქალთა სპორტი უფრო აგრაგბში, ეხლა თან ასეთი წარმატება 2025 წლის მერე თან უფრო ვითარდება. კი. ძალიან მაგარია. ის მომენტია, რომ რეალურად ეგ წარმატებები მიიღწევა იმით, რომ არ ვჩერდებით, აი, რაც არ უნდა დავეცეთ, ხა თუნდაც ის პირველი ორი თამაში არც ერთი არ მოგვიგია და ასე თუ ისე რეალურად სტრესი იყო რა, რაც უნდა ვთქვა, რომ ვერ ვიგზენით რაღაცა, სტრესი იყო და რაღაც, მაგრამ ჟინით უბრუნდებით მაგ ყველაფერს უკან რა, არა გვაქვს ის მომენტი, რომ აი, всё, ხა გავჩერდეთ, არა პირიქით, რაც აი
მე პირადად მომწონს ხოლმე რაღაც მომენტში რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მეორე წამს იმ რაღაცას ისეთი ჟინით ვუბრუნდებით, რომ აი უეჭველი გავაკეთებთ, ხო, აი უეჭველი გავაკეთებთ, რომ შანსი არ არის მე ის რაღაცა არ გამოვიდეს და ხალხის ნეგატიური კომენტარები და ეგეთი რაღაცებიც რომ მოდის ხოლმე პირიქით, გვინდა რომ დავუმტკიცოთ რა, რომ აი კი ვიზავთ უეჭველი შანსი არის. ყველაზე ისეთი აბსურდული და გულწრფელი კომენტარი რაში გხვედრიათ, აი რაც დაგამახსოვრდა თუ გადაგიხედოთ კომენტარების თვალს. ზოგადად უყურებთ კომენტარებს კი. ყველაფერს ვაკვირდებით. მე პირადად არ ისე კომენტარებში ხო ანუ არა როგორ არა ყოფილა სულ მასე ორი თამაში მოვიგეთ ევროპის უმაგრესი თამაშები მოვიგეთ და მათ კომენტარებშიც კი რაღაც ნეგატიურები მაინც გამეროდა ძალიან ბევრი ნეგატიური იყო იმაზეა დამოკიდებული შენამდენად მიაქცევ ყურადღებას ჩვენ რო აი ჩავიტოვოთ ეგ გულში და რაღაც აი მე პირადად ყოველ შემთხვევაში ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა ნეგატიური კომენტარები შეიძლება სულ იყოს სასურველია რომ ნაკლები იყოს თავისთავად თუმცა არ მოგისცე ამ კომენტარებს იმის საშუალება რომ შენ დაგასუსტო რამემ მსგავსი და ამიტომ მე არც ვიმახსოვრებ არც მახსოვს ეხა სიმართლეობით ჩვენ ძირითადად ძალიან პოზიტიურად უყურებთ ხოლმე რავი რუმინეთთან მქონდა აბოდიში ხორვატიასთან მქონდა თამაში ავტობუსში რო კითხულობდით კომენტარებს გახსოვთ როგორ არ მახსოვს აი მოვიტიცილით კი ანუ აი არა გვაქვს ეგ ის რომ რაღაცა და ვაიმე ცუდი კომენტარი რას ფიქრობს აი არა გვაქვს ეგ პირიქით რაღაც არის კომენტარის კატეგორია რაც ისეთია რომ პირიქით мотиваციას გვაძლევს არის კომენტარის კატეგორია რასაც აი მაგრა ვერთობით და უშვებთ პროსტა ხო ეხა ესე რომ სერიოზულად მიიღო იმდენი ადამიანისგან მოდის ნეგატივი და პოზიტივი ანუ იმდენად ირევა ეგ ყველაფერი ერთმანეთში რომ რავი ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს ყურადღება მივაქციოთ გადავიწვევით რა იმიტომ რომ შეიძლება ჩემზე არ იყოს мотиваციაც შეიძლება დაკარგო ამბობდნენ მაგრამ ხო რა ანუ აი არ ვაძლევთ მაგას იმის საშუალებას რომ რაღაცა შეგვეხოს და ხო სამი თამაში იყო 15 ქალა რაგბიდან ყაზახეთთან, რუმინეთთან და ხორვატიასთან. სამივე თამაშზე იღებდით მონაწილეობას თქვენ. და ყველაზე ძლიერი კონკურენტი ხორვატია ხო მიგაჩნია. ჩემი აზრით არა ყაზახეთი იყო თავისთავად. ანუ რეალურად ახლა ხო ქულებით რო ვიმსჯელო ყველაზე ძლიერი ყაზახეთი იყო, იმიტომ რომ ორივე თამაშიდან ორივე წავაკით, მაგრამ თუმცა ჩვენ არ ვიყავით მაგრამ გამოუცდელებიც ვიყავით ხო პირველი იყო თან. ესე რო ვთქვათ რომ ყაზახეთი თუ რუმინეთი ფსიქოლოგიურადაც უფრო ალბათ მეტი მომზადება იყო. აი მეორეზე იმდენად აღარ ალბათ ფსიქოლოგიურადაც მეორეზე გავიშეთ მარტივად ჩვენ ზუსტად ვიცოდით რისთვისაც მივიდოდით და რა შედეგითაც დავბრუნებოდით იქიდან იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მზად და ნულით ხო არც გაყინული ანგარიში დავთავრებინათ ფიზიკურად არა 53 ქულით მოიგეთ ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით და აი არ ქონდა ის მომენტი რომ რაღაცა ანუ ის მომენტია რომ ბევრი თამაში გვინახია რომ რაღაცა თავიდან რომ დაიწყებენ მაგრა და ხო აი ვიგებთ უკვე და რაღაცა და მეორე ტაიმში რომ ნელა ადუნდებიან ეგ მომენტი არ ქონია პირიქით მეორე ტაიმში უფრო ორმაგად შევარდით რომ აბა მიდით როგორია მორაგბეკოს ერთი ჩვეულებრივი დღე სპორტის მიღმა საკეთებთ რაღაც და მანამდე შეგეკითხებით როგორ ფიქრობთ დისციპლინა უფრო მნიშვნელოვანია თუ мотиваცია დისციპლინა ორი ვიქეთ. იმიტომ რომ мотиваცია ქრება ხო, დროთა განმავლობაში ქრება და მილევადია და დისციპლინა გრჩება რა შენთან არის და აი წეღან რო ვთქვით რომ დასვენებაზე რო ისაუბრეთ რომ კიდე გვინდა ვარჯიში თქო, ეგ არის დისციპლინის დამსახურება რა. რომ სულ იგი ერთ ანუ რაღაც პერიოდში რო ჩაჯდები რეჟიმში და უკვე შენ რეჟიმს იცავ და დისციპლინით მიყვები მაგ ყველაფერს მე უკვე გიმარტივდება რაღაცების გაკეთება და გააზრება რა თუნდაც თამაშებზე ხა ტატამ თქვა რომ ძალიან რთულიაო შეიცვალო გრაფიკიო რა რთულია მაგრამ როდესაც უკვე ამ რეჟიმში ჩაჯდები და მიყვები მაგას ერთი ორჯერ თუ გადაუხვევ მარტივია შენთვის ისევ დაუბრუნდე მაგ ყველაფერს რა და აღარ გიჭის მე და ის არა ის მომენტი არა გაქვს რომ აი ხელახლა უნდა შევეჩვევ ამ ყველაფერს და ხელახლა ის გზა გავიარო რაც თავიდან რომ მიჭირდა რა მაგიტოა დისციპლინა ბევრად მნიშვნელოვანია და ეს ერთი ჩვეულებრივი დღე ალბათ როგორც თქვით დილიდან ვარჯიში უნივერსიტეტი მე სამეცადი ეხლა მიუხედავად იმისა რომ ჩემი დღე შეიცვალა იმიტომ რომ დროებითი პაუზა მაქვს აღებული გამოცდების პერიოდი მაქვს და ძალიან მიჭირდა მოკლედ თან გოგონები მოგეხსენებათ ევროპაზე თამაშს არის წასულები ანუ ვარჯიშები ეხლა არ გვიტარდება ლოკომოტივში გვაქვს ჩვეულებრივად ვარჯიშები მაგრამ საღამო საათებში ჩემი ნებისმიერი დღე ასე გამოიყურება მიუხედავად იმისა რომ ეხლა დროებითი პაუზა მაქვს მე პირადად აღებული იმდენად ვარ მიჩვეული დილას 6 საათზე გაღვიძებას რომ
თავისით მეღვიძება. და 10 საათზე, 11 საათზე მე თუ სახში ვარ, აუცილებლად მძინავს. ნუ თუ რამე არ ხდება თავისთავად. ესეთ რაღაც არის. დილას გაღვიძება, ჩვეულებრივი დღე ესე გამოიყურებოდა, აი განსაკუთრებით ვარჯიშების პერიოდის, აი რუმინეთთან ხორვატიისთვის რომ ემზადებოდით მათთან შესახვედრად, ესეც რაღაც იყო. დილას 6-ზე გაღვიძება, 8 ნახევარზე 8-ზე ვარჯიში გვეწყებოდა, 11:10-ისკენ, 10:00-ისკენ, უფრო 11 წუთებისკენ მოგურჩებოდა. მე აუცილებლად გავარბოდი უნივერსიტეტში. სულ მასე ხდება. 11-ზე მეწყობა პირველი ლექცია. 11-დან 5-მდე ან 6-მდე კარგ დღეებში უნივერსიტეტში ვარ, 7-მდე შეიძლება. მე თუ ეხა მეცადინე თუ დავრჩი, სადმე მივერთმევთ ალბათ კურსელები, მეგობრები, მე რა ვიცი, ხან პირადი ცხოვრება, ხან მეგობრების ნახვა გინდა და 10-ზე თუ მივედი სახლში, კარგი დღე მქონია. და ეგ არის თითქმის ყოველი დღე, თუ საღამოს ვარჯიში არ მაქვს, სამშაბათ, ხუთშაბათი, შაბათი საღამოობით გოგორჯი, შაბათს დილას. კვირის გარდა ყველა დღე ეგეთია ჩემთვის. და კვირას თავისუფალი ის. კვირას თავისუფალი, თუმცა კვირას სამეცადინეობები გვაქვს. ასე რომ არა გვაქვს მაგის კვირას პროექტებისთვის, პრეზენტაციებისთვის, კონფერენციებისთვის მომზადების დღეა. ერთი თემა ასევე სპორტში არის ის, რაზეც თითქმის არ საუბრობენ, ანუ menstruალური ციკლი. რამდენად რთულია ამ პერიოდში უმძიმესი ფიზიკური დატვირთვის ატანა და გაძლება და მტკივილის ფონზე მაინც მოედანზე გასვლა. ხელშეწყობა. კი, ხელშეწყობა გვაქვს მწვრთნელებისგან, ყოველთვის დილით ვარჯიშამდე ვავზებ ჩვენ ფიზიკურ მონაცემებს, როგორ ავართ, რაიმე დაჭიმულება ხო არ გვაწუხებს და ასე შემდეგ და ამას ხედავენ ჩვენი ექიმები, ჩვენი მწვრთნელები და არიან საქმის კუთხის შესაბამისად, მაგ მხრივ ხელშეწყობა გვაქვს, კი. კი, ძალიან დიდი მადლობა მართლა რომ ეს კითხვა დასვით, იმიტომ რომ მართლა არ საუბრობენ არც ტელევიზიებში და ნუ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა სულ საუბრობთ, ნებისმიერი ქალისთვის menstruatsული ციკლი არის რთული პერიოდი. განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის, რომლებსაც უწევთ მაღალი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, სირბილი, წონებზე ვარჯიში მოგეხსენებათ. ძალიან რთულია ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით აი თუ ტკივილები აწუხებს მურაგბეს, გვაწუხებს ჩვენ, მეც მაწუხებს თავისთავად. ძალიან მაგარია, რომ ხელს გვიწყობენ და ეგ აუცილებელიც არის, ეგ ნებისმიერ სფეროში მასე უნდა ხდებოდეს. გინდა, სულ არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ აი კაცებთან რაღაც ევხერხულებათ. თუმცა, არანაირად ჩვენი მწვრთნელები, მე ლიკა ბჟალავით დავიწყებ, ლიკა ბჟალავა, გიორგი მაისურაძე, კეთი მოდებაძე, ასევე ჩვენი ექიმები ჩვეულებრივად ინფორმირებულები უნდა იყვნენ უბრალოდ წინასწარ, შეიძლება იმ დღეს თუ რაიმე ძალიან ძლიერი ფიზიკური დატვირთვა გვიწევს და ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, გამოვტოვოთ ჩვენ ჩვეულებრივად ის დღე და როცა შეგვიძლია, შემდგომ მე აღვადგინოთ. სრული ხელშეწყობა გვაქვს ჩვენ ეროვნულ ნაკრებში, თავისთავად და არა მარტო ლოკომოტივშიც. ლოკომოტივშიც კი. ძალიან კომფორტულად ვართ მაგ საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან კაია კი. ასევე მაინტერესებს აი ტრამვის შემდეგ რამდენად რთულია პროცესი დაუბრუნდე, რეაბილიტაცია როგორ მიმდინარეობს ხოლმე, როცა ამ ტრამვის შემდეგ რაღაც მასშტაბური ტრაუმა, ან თუნდაც სუბუქი ტრამვის შემდეგ, რომ ხანი პაუზა გჭირდება. და მე ისევ ახლიდან უბრუნდები რაღაც ტრამვას მნიშვნელობა აქვს როგორ რამსიძლავე, მაგრამ ყველა შემთხვევაში პატარა ფჩხილის რო გტკიოდეს, ჩვენი ექიმები ყოველთვის არიან საქმის კურსში, ყოველთვის გვაკონტროლებენ, გვეკითხებიან როგორ ვართ, ინფორმაციის გაცვლა ყოველთვის ხდება, თერაპია იქნება ეს, ფიზიოთერაპია იქნება თუ რა გვჭირდება, ყოველთვის გვერდში გვიდგანან და აი არასდროს არ აქვს ის მომენტი რომ ხარ ამცელი არაპირიქით, თუნდაც ვარჯიშზე მიღებული ტრაუმის შედეგად, რავი, გველოდებიან, აბა რა გჭირდება, დაჭიმულობა ხო არა გაქვთ, რამე ყოველთვის ძალიან ყურადღებით არიან ამასთან დაკავშირებით. ტრაუმებს რაც შეეხება, მე მაგალითად ძალიან ტრაუმული ვარ. ზოგიერთი ამ ტრაუმას არ იღებს, მაგრამ ზოგადად ტრაუმული სპორტი გვაქვს. მაგალითად, აი პირველ თამაშზე რუმინეთთან არა, ხორვატია, ყაზახებთან. ყველა ჩამოვთვალე. ყაზახებთან რომ მივიღე მხრის ტრაუმა, არასწორი ბოჭვა გავაკეთე, მე თვითონ ჩემი ბრალი იყო, თუმცა ახლა რომ მოვდიოდით, ახლაც კი მკივა, ესეთი რაღაცა არის რა. პირველი ტრაუმა კოჭი გადამიბრუნდა და 2 კვირა ვერ დავდიოდი, საერთოდ ლოგინში ვიწექი, ვერ დავდიოდი. ამის შემდეგ დაბრუნების სრული, აი თითქოს წყალი გწყურია, ეგრე გწყურია. ეგ მომენტი აი დამეთანხმება ნინოს, ყველას გვაქვს თითქმის რა.
უბრალოდ თავიდან იგივე ტემპში არ ხარ, აი ეგ მომენტია რთული ალბათ, რომ აი ეჩვევი, რომ აი ხა შენ თუ ფეხი გაკნატკენი, ჯერ პატარა კუსნაბიჯებით რომ დაიწყო და მერე გაირბენ აუცილებლად. ისევ ის გინდა რომ აი როგორც ტრავმამდე იყავ, ისე გააკეთო ყველაფერი, ხო რა, ანუ უკეთეს და გახსენებს თავს მერე უკვე და ანუ არ შეიძლება და აი მაგის გააზრება უფრო რთულია, რომ რაღაცა არ შეიძლება და არ უნდა გააკეთო, ან ნელა უნდა გააკეთო, დაკვირვებით უნდა გააკეთო, ხო აი მაგის გააზრება ბევრ არ რთულია, ვიდრე დაბრუნება და ვარჯიში. მინდა გითხოთ, რას გეკმავთ მომავალში, რა არის თქვენი მიზანი? და რას ელოდებით აწარმოებებს? ჩვენი მიზანია რომ რაგბი გავაგრძელოთ ორივე მავიდადაც დამეთანხმება ზოგადად განვითარდეთ ისე რომ გვინდა რომ გავთანაბრდეთ ბიჭებს მარტივად რო ვთქვათ თუნდაც სოფლიო იქნება ევროპა იქნება დიდი სურვილი გვაქვს რომ შევძლოთ და ავიდეთ და ვითამაშოთ დიდი რაგბი 15 ქალში ინგლისი არის ხო? ნუ ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, ზელანდია, ირლანდია. რავი, ეგეთი ბევრი ქვეყანა ესე ყველაზე ძლიერი ის რო ვთქვათ, მაგრამ ხო, კი ბატონო. დიდი სურვილი გვაქვს რომ მათ დონემდე ავიდეთ და იმდენად განვითარდეთ, რომ ესე როგორც კაცების სპორტი. კი, სოფლიო რაგბიც რო ვითამაშოთ, დიდი სურვილი გვაქვს და დიდი რაგბის თამაში გსურს, მოკლედ. მარტო ჩვენ არა, მთლიანი ეროვნული ნაკრები რა თქმა უნდა. მაგიტო ვიცით რომ ბევრი რამ გვჭირდება მაგამდე, ბევრი რამ გვაკლია და ჩვენ რავი, მიზანიც ის არის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ და როცა იქნება მივიღოთ ის, რაც აუცილებლად დავუმსახურეთ. აუცილებლად. შეიძლება მე ეგ მიზანი გვაქვს დასახული, რომ უეჭველი გავაგრძელოთ ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებთ და არ დავნებდეთ. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის და წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატებები თქვენს.